წავიდა 1, 2 და 3. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ისევ Just Drivers. ამჯერად ვიღებთ Alfa Romeo Giulias, რომელსაც ჩემი მაყურებელი ითხოვდა კომენტარებში, აი Alfa-ს დამახასიათებელი ნაკავიში. Alfa-ს დამახასიათებელი დიდი სამკუთხედი, სადაც ბევრი ჰაერი შედის სრავში და იმისთვის რომ მე კარგად გაიქცეს რა. მოკლედ, გვერდულად აი ესე გამოიყურება ჩვენი Alfa. საკმაოდ დაბლა არის, ეხა მანქანას აქვს სპორტული დაკიდების სისტემა, არაქარხნული დაყენებული. უკანა მხარეს აი ესეთი არის, იტალიელებს არ ეშლევათ ეხა მანქანის დიზაინი ყოველ შემთხვევაში. აი აქ Q4 როა წერია, იმას ნიშნავს, რომ მანქანა არის 4/4-ზე, ანუ 4-ვე წამყვანია. რაც შეეხება ეხა თვითონ მუხრუჭის სისტემას, აი აქ თუ ამჩნევთ, ეს არის დახრეტილი და თან ზოლებიც აქვს სამუხრუჭე დისკებს. როგორც წინა ვიდეოში ვახსენე, TT-ზე რო იყო დახრეტილი, ეს არის იმისთვის, რომ მანქანიდან აი დამუხრუჭების პროცესში გაზები გამოიყოფა აი აქ სამუხრუჭე ხუნდიდან თვითონ კალოტკას რასაც ვიზახით მაქედან და ეგენი რომ გავიდეს უკვე ამ ზედაპირიდან მაგისთვის არის და ხოლო აი ეს ზოლები არის იმისთვის, რომ მტვერი რომელიც გამოიყოფა დამუხრუჭების პროცესში ეგენი მოშორდეს თვითონ აი ამ სამუხრუჭე დისკიდან. თუმცა აი ესეთი სამუხრუჭე დისკი აი ამ სამუხრუჭე ხუნდებს იგივე კალოტკებს უფრო მალე ცვითავს. 4 ტგუშიანი სუპორტები გვიყენია იმისთვის, რომ კარგად და ძლიერად მოუჭიროს სამუხრუჭების პროცესში. მოდი ახლა სანამ სალონში დავждებით, რომელიც არანაკლებად ლამაზი არის. კაპოტი ავხადოთ, ნახოთ ზრავში რა ხდება, როგორ გამოიყურება, თან პატარ-პატარა რაღაცა ინფორმაციებსაც გეტყვით და მე უკვე გადავინაცვლოთ სალონში და მინდა რომ უკანა სავარძელზეც დავждე პირველად ჩემი ვიდეოს ისტორიაში რა, რომ გაჩვენოთ უკვე როგორია იჯდა მანქანის უკანა სავარძელზე, რამდენად კომფორტულია. მოკლედ აი ესე გამოიყურება 2-დან 2 ტურბო ზრავი Alfa Romeo-სგან, ეს არის 289 ძალიანი მოდელი და 400 ნიუტონ-მეტრი თორქი გააჩნია მანქანას. ხოდაშორის ვისაც გაინტერესებთ, რა არის ცხენისძალა, რა არის თორქი და მსგავსი ვიდეოები, ჩემს Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე გამომყევით და მან დიდება მსგავსი ვიდეოები, სადაც ტექნიკურად განვიხილავ ხოლმე უკვე მანქანებს. მოკლედ, გვეყენია სპორტული შემშვები აქ როგორც ჩანს, თუმცა ჩემი აზრით აი ეს ყუთი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ცხელი ჰაერისგან დაიცვა შვენი ზრავი და უფრო მეტი დახურული უნდა იყოს იმისთვის, რომ არა იყოს ცხელი ჰაერი ზრავიდან წამოსული, იმიტომ რომ ამას ჭირდება თავისთავად გრილი ჰაერი, რომელშიც ჟანგბადის მეტი მოლეკულაა შეგნით. მოკლედ, აქეთან მხარეს ახლა ვხედავთ, რომ დიდი ტურბო გვიყენია. ეს არის twin scroll turbo, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი შემშვები ყელი აქვს იმისთვის, რომ დაბლებიდანაც უკვე მარტივად დატრიალდეს და ტურბოლაგი გქონდეს ნაკლები. სხვა ახლა ამის მოხსნა მინდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელებს უყვართ რაღაც სირთულეები და დაბმული არის აი ეს რაღაცეები და არ მინდა რომ ახლა გავწყვიტო რაღაცა ცუდ მდგომარეობაში ჩანს ცოტა არ იყოს და ამიტომ აი ესე ვიტყვი რომ ამანქანას აქვს ერთი რასპრედვალსაც ვიზახით ეგ, ხოლო უკვე შემშვები ჰაერის სისტემისთვის ამანქანებს ამ ძრავას უყენია multi air სისტემა, რაც მუშაობს Z-ზე და Z-ის წნევაზე და უკვე თვითონ არეგულირებს Z-ის წნევით როდის გაიხსნას, რა დონეზე გაიხსნას შემშვები კლაპნები და მიიღოს ჰაერი უკვე ძრავმა. მოკლედ, საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ამ ძრავსა, კარგადაც დადის, ამას უკვე მოძრაობაში ვნახავთ. მოდი ახლა დავქოქოთ ეს მანქანა, ცოტა ხმა მოვისმინოთ. უკანაც ჩავჯდეთ მე რომ პრაქტიკულობის ტესტიც ასევე გამოგვივიდეს. პირველი ემოციები, ასე რომ ვთქვათ, ახლა მანქანაში დაждომისას არის ის, რომ საკმაოდ ლამაზი და დახვეწილი არის სალონში ყველაფერი. განსაკუთრებით მომეწონა ეს ღილაკი, რომელიც საჭეზე გვაქვს და პირდაპირ აქედან უკვე ქოქავ მანქანას და სიჩქარეების გადამრთველი, რომელიც ძალიან გავს BMW-ს გადამრთველებს, იმიტომ რომ ამაშიც იგივე ZF-ის 8 სიჩქარიანი კოლოფი აყენია. მოდი უკან გადავჯდები, რომ ნახოთ რამდენად კომფორტულია იჯდე ამ მანქანის უკანა სავარძელზე. ეხლა მე სავარძელი მიყენია ისე რომ ვიჯდე კომფორტულად, როგორც მძღოლი და აი ახლა აქ თუ დავჯდებით, მუხლები უკვე მედება რა. მოკლედ, თუ მძღოლი ინებებს და ცოტა წინ მიიწევა, ხო, უფრო კომფორტულად დავჯდებით. ოდნავად წინ რომ მივიდეს, ალბათ უკეთესი იქნება, კი. სხვა მხრივ ახლა ეს სიწითლე ირგვლივ იგრძნობა სალონში რო ზიხარ მთლიანად და ასე რომ ვთქვა, თვალს უხარია, თვალს გიხალისებს რა. სანამ დავიძრებით ახლა და მანქანის მოძრაობის ხმა გადაფარავს ყველაფერს, მინდა ამ მანქანაში მოგასმენიოთ სხვადასხვა დეტალების ხმა, რომელსაც საკმაოდ კარგი ჟღერადობა აქვს. მაგალითად, დავიწყებ აი სიჩქარეების გადამრთველით, ნახე? ისმის? აი, სხვა ავტომატიკა გადაცემათა კოლოფის, რომელსაც ესეთი ღილაკები აქვს, არ შეიმჩნევია ხოლმე, რომ ესეთი ხმა კონდეს სიჩქარეებში გადართვის დროს. ჩხაკუნებს, ნახე?
და ხელში ვიბრაციაც აქვს, რომ შეგატყობინოს, რომ რაღაცა მოქმედება გააკეთე აი ამ წამს და უბრალოდ აი აქ არ გიჩვენებს მაგალითად. კიდე, რა თქმა უნდა, აი აქ კარგად უნდა გამოვაჩინო ახლა სიჩქარეების გადამრთველი სადახარ ნუმემალები არის საკმაოდ დიდი მეტალის ალუმინია წესით ესეთი შიფტერი და ამასაც კარგი ხმა აქვს მოусმინეთ Ferrari სტილში არის ეს შიფტერები, ეგეც უნდა თქვა, რომ აი აქ სტატიკურად არის დამაგრებული და საჭეს არ დაყვება. თავიდან ცოტა დისკომფორტია, სანამ მიეჩვევი, ანუ საჭეზე რო ხარ მიჩვეული, რომ ყოველთვის აქ არის. ეხლა გადაჩვევა გიწევს, რომ აი სტატიკურად აი აქ არის დამაგრებული და ხელს ხელახლა უწევს აი ამ ყველაფრის მიჩვევა რა. კიდე ერთი. აი აქ იცით, რომ ტახომეტრზე ყველა მანქანას აწერია RPM, რაც ნიშნავს Revolution per minute, ანუ ბრუნი თითო წუთში. ამ მანქანას აწერია ჯირი და როგორც ნახე მე იტალიურად ისევ ნიშნავს რა თქმა უნდა ბრუნებს, მაგრამ აი იტალიური მაინც რაღაცა ჩატოვებული აქვს, გამიგე რომ ეს DNM-ში და DNM-ზე რადგანაც მიდგა საუბარი, აი აქ თუ დააკვირდებით, აქ აწერია DNA, ინგლისურად იგივე DNM-ი. აი აქედან უკვე შეგიძლია მოუდების გადაცვლა მანქანაზე და ანუ მანქანის DNM-ს ცვლი, ასე რომ ვთქვათ, ეს საკმაოდ საინტერესო ფუნქცია არის ამ მანქანაში და ზოგადად Alfa Romeo-ს ჩემი აზრით აი ასეთი რაღაცეების გამოყავს, გამიგე ფანები. აი ერთხელ რო იყოლებ Alfa-ს და აი ესეთ რაღაცებს რო გაწვდის მანქანა რომელშიც სხვა მანქანას ვერ ნახავ აი ხასიათს რო გაძლევს უკვე მანქანა მე ხდები აი მანქანის მოყვარული რა და თუ რაღაცა პრობლემა შეექმნება იმ პრობლემას მოაგვარებ თუ კიდე შეექმნება კიდე მოაგვარებ და მაინც გეყოლება აი ის მოდელი რომელიც ასე შეგაყვარებს ხოლმე თავს ამიტომ არის ხოლმე რომ აი Mercedes-ის შნიკები BMW შნიკები და ესეთი ცალკე შნიკებად არიან დაყოფილები რა ამ მანქანის პატრონი ახლა Alfa Romeo შნიკია ასე შეგვიძლია ვთქვათ მოკლედ რო აღარ გავაგრძელო ბევრი წავედით პირველი ემოციები ახლა რაც უნდა გამოვხატო არის ის რომ სკამი არის ძალიან კომფორტული აი თვითონ ვიზუალურადაც ხო ძალიან ლამაზია მაგრამ აი რო ზიხარ ამ სკამში საკმაოდ ასე რომ ვთქვათ ეს ჭიდრო არის გამიგე გვერდებზე გეხუტება და კარგად ვარ ახლა მოთავსებული კომფორტულად აი აქ კარგი ნუ საკმაოდ ცხარტია თავიდანვე უნდა აღიარო რომ როგორც აჩქარებაში twin scroll-ი რო გვეხმარება ასევე მოხვევითაც ძალიან მანევრული არის და შემშვების ხმაც ისმის აი ეს მონიტორი რო არ არის ინტეგრირებული აი ასე ლამაზად ამას მხოლოდ იტალიელი თუ იზამდა თუმცა touch screen-ი არ ყოფილა მაგრამ მაინც ისე ლამაზად არის რომ მომწონს კარგად ზის დიზაინში. ნუ სალონის დიზაინი თლიანად და ხილვადობაზეც უნდა ვთქვა რომ კარგი ხილვადობა გაქვს. თავს ისე უგზნობ ხა მაგალითად როგორც C-კლასში ახლობით აი მაგზომის მანქანა არის. დისკები როგორც თქვი არის 19-იანი. საბურავების არის ძალიან წვრილი დაახლოებით 225-35 მეტები იყო თუ სწორად მახსოვს და ამის და მიუხედავად ძალიან რბილად დადის რა მართლა უნდა ვაღიარო რომ მეგონა რომ ანუ უხეში იქნებოდა და რაღაცა ასე ვიყავი მომზადებული რომ ეხა მანქანას უნდა ვეჯაჯგურო და უნდა მივიტყას მაგრამ არა პირიქით ძალიან რბილი არის დაჟე ისეთ უგზოობაზე რომ აი გზები როა ჩაჭრილი ჭის თავები და რაღაცები ისე გადადის რომ რავი როგორც რაღაცა Mercedes-ი რა ხო ხვდები პრიუსმა დაწვა 2 ლიტრი ზეთი მე მგონი კარგი მივიდეთ ახლა ჩვენ აქ бенზინი ჩავასხათ და მე უკვე გადავინაცვლებთ რა თქმა უნდა ავტობანზე გავზომავთ 0-100-ის აჩქარებას რაღაცა შეგრძნებებით აი სიჩქარეში რომ მოუჭიმე მოუბუსტე აი ამას არ მიკეთებს ხვდები აი სკამზე არ მაკრავს რა ხო და აი ეგ მინდოდა რომ ეხა შემედარებია აჩქარებაში თვითონ დროში როგორ გამოიხატა იმიტომ რომ 4-4-ზე არის და ხო თავისთავად ანუ თანაბრად ჩქარდება ასე რომ ვთქვათ მაგრამ მაინც მაინტერესებს აი შეგრძნებასთან შედარებით დროში როგორ აჩქარდება რა სუპერი ჩავასხათ бенზინი так კონდიციონერი გამოვრთოთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ პოტენციალი მოაკლდეს მანქანას. ეგ სხვათა შორის მახსოვს გიორგი სარიშვილმა ადრე გადაიღო ვიდეო. არ მახსოვს უბრალოდ რა მანქანა იყო თუ ორსები იყო ალტეზა. ხო და
იმათ ესეთი გაზაობდა ხო კონდიციონერი ქონდა ჩართული და ერთი ამბავი ატყდა კომენტარებში მაგანაც რა გაუგეო ახლაო მაგის პოტენციალიო შენ ვერ გამოვლინეო რეალურად იმიტომ რომ კონდიციონერიო ართმევსო იმას რა ქვია ძალას რა და მაგითო გავთიშე ახლა მეც რომ მე არ დამავიწყდეს და 0-ი შემთხვევით კონდიციონერით არ ვიარო გიგითხარით ეს შიფტერები რომ დიდია და ლამაზია და кай ხმა აქვს და ასე შემდეგ მაგრამ აი ამ მოხვევის მაჩვენებელს და რაღაცებს ხელში მედება რა ნახე ეს ხო გიჭირავს საჭე თითი გაქვს აი აქ და პირდაპირ რო გინდა რომ გადართო მოხვევის მაჩვენებელი ჯერ ხელი ამოიღო აქედან გადმოხვი და მე უნდა ჩამოწიო რა ძირითადად მანქანებში როცა ეს არის თვითონ საჭეზე დამაგრებული ამაზევე გიდევს აი ესე ხელი გამიგე და პირდაპირ მე ამას ჩამოვარტყავ მაგრამ ამ შემთხვევაში აი ეხა სანამ მივეჩვეოდი და ეს ფუნქცია უნდა გავთიშო კიდე თვითონ რო გვხვდება შემეშვი აი ხელს უწყაპუნებ ამას სულ ესე რაღაცათან არ ვიცი ალბათ გრძელდე მაგ ზედმეტად და მანქანაში Z-ის დონე არის კრიტიკული და ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხიც ძალიან მნიშვნელოვანია მე როგორც ვახსენე multi air სისტემა არის რომელიც სრულად მუშაობს Z-ზე Z-ის წნევაზე და თუ აქ არ იქნება ზუსტად იმ სიბლანტისეთი რაც მანქანას ჭირდება იმ რაოდენობის და იმ წნევისეთი რაც მანქანას ჭირდება ვერ იმუშავებს სწორად მაგის გარდა ელექტროსისტემები აუ ისევ წითელზე დავრჩით რა აკუმულატორი თუ ოდნავ დაჯდა ეგრევე ვეღარ ერევა ამ ელექტრულ სისტემებს მანქანაზე წამოვა უამრავი ჩეკი უამრავი ფუნქცია გაითიშება და მოკლედ თუ ასე მოსვლია თქვენ Alfa Romeo Giulias პირველ რიგში აკუმულატორი არის დამნაშავე მაგაში და ყოველთვის შეამოწმეთ რამდენად კარგია მოკლედ დავიძარით და აღარ გვინდა ეს მოსაწყენი რაღაცეები ელანტრამ საიდან მოუხრია მეტი შორიდან შესულიყავი კიდე ეს იყო ახლა მაჩვენებელი იმისი და იმის ხმა იყო რომ მე მგონი ეჯახებიო და შეანელეო ნუ გეშინია ალფა კარგად იქნები აი შეულებრივი რა ატმოსფერული 2-დან 2 რო გიტარებია დაახლოებით ეგეთი ხმა აქვს რა მაგრამ არ ვიცი ახლა მანქანას უყენია თუ არა გამაზრდელებლები ხმის და რაღაც შეიძლება არ უყენია და იტალიელები არ კადრულობენ რომ აი რაღაცა ხმა შეუცვალონ ხელოვნურად ზიდან საკმაოდ შემოდის ხმაური უნდა ვაღიარო ყოველ გადართვაზე ამას ესე მიკეთებს რა. კი სპორტული ხასიათი მოდის გადაცვი და რაღაცები. ცოტა სიუხეში არის კი ამ გადართვებში ბოლო სულ ის კარაქივით რო რთავდეს ეხა სპორტული ხასიათი ამ მანქანას აღარ ექნება რა. ვერ გადავთ. აი აქ იქნება ხმა მოგასმენიოთ ეხა, შევეცდები. ნუ როგორც უკვე ვთქვით, ხმა და მაინც საოცარი არა აქვს. მოდი ეხა გავიდეთ ავტობანზე და ვნახოთ აბა ერთი 0-100-ზე როგორ ივლის. მე მგონია რომ ქარი გვეხმარება და ჩვენ მხარეს იქნება. ქარხნულად უწერია 5.9, 5.1, 5.7. მოკლედ 6-3-ზე ქვევით უწერია რა ქარხნულად და ნახოთ ეხა რამდენად შეესაბამება რეალობას, შეერჩა თუ არა ქარხნული ჯანი და ეგ ყველაფერი რა. კარგი, მოკლედ მანქანა დაინამიკში გვაქვს, გადმოვიდან ეხა მენუალ მოუდში. მოცურება მინდა ეხა თან რომ გავთიშო, ოღონდ სადა აქვს ჯერ არ ვიცი და სადმე უნდა ვიპოვო. სადა გაქვს ბიჭო მოცურება? აქ არის?
შეიძლება მენიუში იყოს, მოიცადე ერთი წამი უნდა დავძებნო მენიუ. Okay, packet settings, safety-ში, blind spot-ი სიტყველი. ეგენი არაკაც. Doors and locks, cluster information system. Cluster-ზე რა გვეცლება? არაფერი, ხო? აი, საჯანდაბაში გაქვს ბიჭო, მოცულება. ქარხნულად, ესე იგი, 2-დან 0 ტურბინიან ძრავებს არ ეთიშებათ მოცურება. საკმაოდ საინტერესო არის. მოკლედ, მოდი ახლა მოცურება თუ არ ეთიშება, კონდიციონერი გავთიშოთ. ეს გვაქვს უკვე მენუალში, Dynamic Sport Mode-ში ვართ. პირველ სიჩქარეში გვაქვს და დროა რომ დავაჭიროთ. წავიდა 1, 2 და 3. ასე იყო. ოღონ კამერა გამიზრა. კარგი, გავაჩერო თავიდან ერთიც. მოკლედ კამერა არ მაგდება, აი აქაც ახლა ჩანს და ამიტომ მოდი 1, 2 და 3. ასე იყო. 1, 2 და 3. ასე. ვისაც მოგწონთ მსგავსი ვიდეოები, გიყვართ მანქანები, ჩემი არხი აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ აქ ნახავთ უამრავ მანქანას, არა მარტო Alfa Romeo-ს, Chars, Sporturs, ნელს, ეკონომიურს და ასე შემდგომ. დრო გადის, წლები მიდის, ჩვენ გვემატება ვბერდებით და გავა დრო 50-60 წელიწადი და ეს ვიდეოები კიდე დარჩება. ეს მანქანები, ჩემი ემოციები, აი აქ ამ არხზე დარჩება და რავი, ჩემი აზრით ეგეც ერთი ასე რომ ვთქვათ პლუსი არის აი ამ ყველაფრის, რასაც ვაკეთებ რა. მოკლედ შევძელი ეკონომიურად სიარული, ეხლა გვიწერს საშუალოდ 9 ლიტრა წვას, მაგრამ ძალიან მოსაწყენი იყო, უნდა გითხრათ, გაზზე ფეხი არ დამიჭერია. აი პრიუსები და სულ რაღაც ეგეთი მანქანებიც კი მასწრებდნენ რა. თქვენ უყურებდით Just Drivers, ერთ ჩვეულებრივ თქვენაერი მძღოლს, რომელსაც უბრალოდ მანქანებისგან სიამოვნების და ემოციების მიღება უყვარს და ამ ყველაფერს თქვენ გიზიარებთ. უკეთესი და სხვა ვიდეოებისთვის, რა თქმა უნდა, არხი გამოიწერეთ და ჩვენ შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოებში.